ეს არის თანამედროვე ციფრულ სამყაროში ის რომ ადამიანები დროის უმეტეს ნაწილს სოციალურ ქსელებში ვატარებთ და დამეთანხმებით თამაში. ალბათ წარმოუდგენელია ინტერნეტის 100%-იანი უსაფრთხო მოხმარება, თუმცა არსებობს რისკების შემცირების და მინიმუმამდე დაყვანის შანსი. რა საფრთხეებს შეიძლება გადავაწყდეთ ინტერნეტში და როგორ შევამციროთ ჩვენი რისკები? დღევანდელი სტუმარია кейსის ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი სულთანიშვილი და ის უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. იმედია სასარგებლო ჩვენსაც მოგცემთ. მოგესალმებით. როგორ გრძანდებით? მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. ესე იგი, პირველ რიგში უნდა გკითხოთ ახალი რეგულაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც 15 წლამდე მოზარდებს სოციქსელებში ცდომა ეკრძალებათ და უკვე რამდენიმე ქვეყანამ ეს საკმაოდ აქტიურად განერგა. რამდენად იცავს ეს რეგულაცია ჩვენს შვილებს, იმიტომ რომ შესაძლებელია თუ არა სხვა ასაკით დარეგისტრირდეს მაგალითად 15 წლამდე ბავშვი და საერთოდ ეს როგორ რეგულირდება? ეს რეგულაცია ნამდვილად დამუშავების პროცესშია და რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიღო კიდევაც. რაც შეეხება ბოლომდე იცავს თუ არა ეს რა თქმა უნდა, ჯერჯერობით საუბარი არ არის კონტროლის მექანიზმებზე თუ როგორ მოხდება გაკონტროლება, რომ ბავშვმა იგივე ასაკი არ შეცვალოს და ისე შევიდეს სოციალურ ქსელში. თუმცა, რისკის ბოლომდე შემცირება ამგზით, რა თქმა უნდა, შეუძლებელია მხოლოდ რეგულაციით. თუ ბავშვების უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, აქ მთავარი უფრო ტექნიკურ საკითხებზე მეტად არის მაგალითად ნდობა ბავშვის, რომელსაც მშობელთან ექნება და თუ რამე საეჭვო ან სახიფათო იგივე ბულინგის შემთხვევები არის, სოციალური ინჟინერიის შემთხვევები არის, როცა მოკლედ პირად მონაცემებს თხოვენ, პირად სურათებს თხოვენ. აი ამ ყველაფერზე ბავშვთან ღია საუბარი არის. საჭირო რომ ეს ინფორმაცია არ დამალოს, შიშის გამო იცოდეს და მშობელს გაანდოს. რა თქმა უნდა, ტექნიკური საშუალებებიც არის. მაგალითად, შეიძლება ბავშვის ინტერნეტ სივრცეში ნავიგაციის ისტორიის შემოწმება და უფრო დროის რეჟიმების დაწესება, დღის განმავლობაში რამდენი საათი ღამე მაგალითად საერთოდ შეიძლება გაეთიშოს ეს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არსებობს. და მთავარი ხო უნდა იცოდეს როგორი რეაქცია გქონდეს და უფრო იგივე მუხარის წერილებზე ან შეურაცხყოფაზე, რომ ამას არ უნდა აყვეს და მშობელს ჩააყენოს საქმის ყურში, მშობელმა ნახოს, რაღაც დონეზე გააკონტროლოს. ერთი მხრივ შეიძლება მშობლები ისეთი ის გქონდეს, რომ ეს თვალთვალად შეიძლება აღიქმნებოდეს და რაღაც შეიძლება არაეთიკურად. თუმცა ბავშვი, იმიტომ რომ ანუ ფსიქიკა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვს და კონტროლი არ შეუძლია თავის ზუსტად რა თქმა უნდა, ხო ეს თინეიჯერები, მაგრამ ეს მერწმუნეთ, რომ ჯობია დავეხმაროთ ბავშვს, რომ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი სოციალურ ქსელებში. აი რეგისტრაციის დროს მაგალითად რა, ჩვენ თქვით რომ შეიძლება სხვა ასაკით დარეგისტრირდეს ან ასე შემდეგ რა. აი რეგისტრაციის დროს ხო Facebook-ზე რეგისტრირდა, შეგეძლოთ ჩვეულებრივად ასაკი მიგეთითებინა, სხვა სახელით ამას როგორ არეგულირებს? ჯერჯერობით აი წაგანა აღნიშნე კონტროლის მექანიზმები ამასთან დაკავშირებით ჩემთვის ცნობილი არ არის, თუმცა არის გზები, რამდენიმე ესეთი სხვას დაარეგისტრირებ და იგივე მონაცემებით შეშეყო. უთვლესია, ანუ ამიტომ აქ თავარი არის აი ისევ და ისევ ანუ ვიღაც უფროსმა მშობელთან იყოს აი ესეთი ღია ურთიერთობა, იცოდეს რა რისკები არსებობს ბავშვმა ამ სივრცეში და აი უფრო ვიცით რა, აი აქ როგორც მშობელმა მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ ხშირად შეიძლება რომ ბავშვები მარტოები რჩებენ აი ამ ხელა სოციქსელში და ინტერნეტ სამყაროში, მაგრამ ხანდახან არის რომ თავად მშობლებიც განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვების ფოტოსურათებს ტვირთად ხოლმე უნდა ვაღიარო, რომ მეც ასე ვიქცევ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მშობლებს რა გვმართებს, რა ინფორმაცია უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი შვილები იყვნენ დაცულები, სად არ უნდა ავტვირთოთ მაგალითად ფოტოები, რა დოზით უნდა დავდოთ, რა არ უნდა მივუწითოთ და ასე. ჯერ სათხარ მარიამ. ძალიან ესეთი ცდუნება არის, როცა რაღაც გვიხარია, მოგწონს ისე გვინდა გავაზიაროთ, მეგობრებს გავაზიაროთ, თუმცა კიდევ ანუ ეს საფრთხეები გასაანალიზებელია და ანუ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს, როცა რაღაცას მით უმეტეს პაბლიკ ანუ ვასაჯაროვებთ და ეს საჯაროდ ყველასთვის ხელმისაწვდომით
ну ამას ხედავს ყველა და რა თქმა უნდა ყველა კეთილის სურვილებით არ გამოირჩევა და სხვადასხვა შეიძლება რაღაც ესენი კონდეს ქვეაზრები. ამიტომ ну რა თქმა უნდა ჯობია ნაკლებად ესეთი პრივატული ფოტოების დადება, ნაკლებად. ხო. ეს კი ინსტაგრამზე განსაკუთრებით იცით ხოლმე. ბატონო, აი კიდევ მნიშვნელოვანია და უბრალოდ სად დავდივართ, სად ვასეირნებთ, აი ადგილი მაინც ნაკლებად რო უბრალოდ ჩანდეს და ამოსაცნობი იყოს. და დროც რო არ იყოს მიგდროდი ვაცრაზე სახლი მარტო. კი ბატონო, თორე ყოფილა ესეთი შემთხვევები, როცა და უბრალოდ ერთი და იგივე დროს ჩემს მეგობარს დაემართა, რომელიც აგარაკზე მიდიოდა და სურათებს დებდა, რომ აი მივდივარ, აი წამოვედი რაღაცა, ნუ ამას ის შედეგი არ მოყვა, რაც სასურველი კიბელები ალბათ უფრო ყურადღებით უნდა გავასაჯაროთ, როდესაც ბავშვს ეხება საქმე ალბათ კიდევ უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ. როგორც უკვე აღნიშნეთ, რომ ინტერნეტი უსაფრთხო არ არის არც დასრულებისთვის ეგ ცალსახაა, უბრალოდ მაინტერესებს, რამდენად შეგვიძლია ამ კიბერშეტევისგან თავი დავიცვათ, ან საერთოდ არის შესაძლებელი თუ არა კიბერშეტევისგან თავის დაცვა? 100%-ით შეუძლებელია. თუმცა, ასე ვთქვათ, შეგვიძლია ვაკონტროლოთ რაღაც დონეზე შევამციროთ რისკები და რაღაც 80-90%-ით დაცულები ვიყოთ და თავისუფლად გრძნობდეთ თავს, ამისთვის ბევრი ინსტრუმენტი და საშუალება არსებობს. ისევ და ისევ პირველი ცოდნა და ანუ გაცნობიერება იმ რისკების, რაც ამას ახლავს, ელემენტარული კიბერჰიგიენის წესები უნდა ვიცოდეთ, იგივე რას ვდებთ, რატო ვდებთ. კიბერჰიგიენა რა მაგარი სიტყვა. ანუ არ უნდა ნაკლებად უნდა დავჩეკინდეთ. კი ბატონო, ანუ ჩვენ ყველა ვტოვებთ ასე ვთქვათ ციფრულ კვალს, რომელიც არ იშლება, ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ რომ წავშალეთ, თუმცა ეს ინტერნეტში ბოლომდე წაშლა ამის არ ხდება და ეს ყველაფერი და ხო, ანუ რას ვდებთ, რას ვაზიარებთ, ეს ყველაფერი ანუ ისტორიის წიგნივით არის მერე, რომელიც შეუძლია გადაფუძნოს და ნახონ. კი ბატონო. პირველ რიგში ეს არის. შემდეგ არის, ну, რა თქმა უნდა, ეს სუფთა ტექნიკური საკითხები არის, როგორც არის მაგალითად მრავალფაქტორიანი ავტორიზაცია, მხოლოდ პაროლი არა და უშუალოდ არის ანუ პაროლები ხშირად უნდა ვცვალოთ? ეგ მიდგომა ცოტა შეიცვალა. ეხლა უფრო საუბარია, რომ პაროლი უნდა იყოს ძლიერი, ანუ მაგალითად 12 სიმბოლო მაგრამ იმ ძლიერ პაროლს დამახსოვრებას ნიშნებით და დიახ, აი სპეციალური სიმბოლოები. აბა რა პაროლი გაქვს ეგეც თქვენ. და პაროლი არ უნდა იყოს ადვილად გამოსაცნობი. აი, ანუ ესეთი მარიამო. წესი არსებობს, რომ ანუ სიტყვა არ უნდა იყოს, პაროლი, ეს უნდა იყოს რაღაც სიტყვების კომბინაცია მაგალითად. დასამახსოვრებლითაც ადვილია ფრაზა პაროლი, რომელიც გამოდის დიდი სიმბოლოების რაოდენობა და მის გატეხვას, ტექნიკურად გატეხვას, ცოტა გატეხვას გულისხმობ, ამას ჭირდება მრავალი ათეული წელი ყველაზე ძლიერი კომპიუტერი, ანუ ფაქტურად დაცულები. ой, ფრაზა რა კარგია, მე მაგალითად რთულ პაროლებს ვერასდროს ვერ ვაყენებდი ხოლმე, იმიტომ რომ აი ციფრების, სიტყვების კომბინაცია არის. ამის გამო ზუსტად ხალხმა დაიწყო ჩაწერა და რომელიც უფრო მაღალი რისკი არის. აი მე მიწერია ყველა სოციალური ქსელის პაროლი. კი ბატონო, ამიტომ ჯობია დაიმახსოვროთ. სადგიწერია. სადგიწერია გიხოჭო. ანუ აი ჩაწერილი მე ყველაფერი, იმიტომ რომ მავიწყებ, ესე იგი არა ვარ დაცული. არის სპეციალური სოფტები, სადაც ამის ჩაწერა ხდება, password manager-ები, რომელიც დაშიფრულია. აი ეს უნდა იცოდეს ადამიანმა, უნდა მეთქვა ეს ყველაფერი. კი ბატონო, და ესა. აი ამიტომ არის ფრაზა პაროლი, რომელიც ესეთი მარტივია დასამახსოვრებლად, რთულია გასატეხად და ორფაქტორიანი ავტორიზაცია. ერთი არის პაროლი, მეორე და უფრო ტელეფონზე აპლიკაციაში მოგდეს იმ წუთას კოდი, რომელიც უნდა შეიყვანო და ანუ ადამიანმა უნდა იცოდეს თქვენი პაროლი და უნდა ქონდეს თქვენი ტელეფონიც, რომ გატეხოს. აი ერთი კითხვა მაქვს, არის თუ არა შესაძლებელი და რეალური, რომ თუნდაც ჩემს ტელეფონზე წვდომა ჰქონდეს სხვა ადამიანს ისე რომ მე ეს ვერ გავიგო, აი მეც შევდიოდე და ისიც ჩემთან ერთად უბრალოდ სხვა მოწყობილობით იყოს ჩემს ეკრანზე. ისე როგორც ეგრეთ ეკრანის გაზიარება ხომ შეგვიძლია ჩვენ? ლინკს გიგზავნის ეგ Netflix-ით. ხო, შეხვიდე და მე ჩათვალე შენ ლინკის გამოგზავნა მოკლედ სოციალური ინჟინერი ხდება ხოლმე გავრცელება რაღაც ლინკის და ამით დაკლიკებით რაღაც მავნე კოდი აქტიურდება, რომელიც მე შესაძლებელია აძლევდეს კონტროლს თქვენ ტელეფონზე. ასევე არის აპლიკაციები, რომელიც გქონია უსაფრთხო განმოვიწერთ. ნებართვას ჩვენ თვითონ ვაძლევთ. არასდროს არ ვკითხულობთ ხოლმე, ხო იქ ანუ რა წესები წერია, რომ უფრო წვდომას ითხოვს სურათებზე, წვდომას ითხოვს მიკროფონზე. აი მაგალითად ფოტო ედიტორი რატო უნდა ითხოვდეს წვდომას მიკროფონზე, ხო? ამ ყველაფერს ჩვენ თვითონ ვეთანხმებით, ჩვენ თვითონ ვაძლევთ თანხმობას, რომელიც შეიძლება, ანუ
ხელოვნური ინტელექტის პერიოდში ახლა ეპოქაში ეს კიდევ უფრო მარტივი გახდება ალბათ, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვანაირი და სხვადასხვა შესაძლებლობების ყველას გვაქვს მე მგონი გადმოწერილი. ეს უსაფრთხოა. თუმცა აი სანდო ვენდორების, ასე ვთქვათ, იგივე ხელოვნური ინტელექტი, ChatGPT რა თქმა უნდა მეტნაკლებად სანდოა ხო რა ისეთ რაღაცებს ვეკითხები რომ ვინმე რომ ნახულობდეს. Google რა თქმა უნდა ხო. ანუ ესე საეჭვო რეპუტაციის მოგეთ ესენი. აი კიდევ კიბერუსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ცოტა რთულია, მაგრამ აუცილებელია ლიცენზირებული პროგრამები გქონდეს. რომელსაც საჭიროებს, რომელიც საჭიროებს გადახდას. თუმცა როგორც წესი, ყველა ფასიან აპლიკაციას აქვს უფასო ალტერნატივა. სხვა სახელი, სხვა ბრენდის და არის. რომელიც უსაფრთხოა, ხო? ან მაგალითად ახლა კომფორტი, რა თქმა უნდა, დესკტოპ აპლიკაციას მაგალითად იგივე საოფისე პროგრამებს უფრო მეტი აქვს, რახან შენ კომპიუტერში და არის და პირდაპირ იქიდან წდომა გაქვს. იმ შემთხვევაში უბრალოდ ონლაინ არის და ნახეთ იკონკაზე დაკლიკების მაგივრად ვებგვერდის მისამართი შექმნას. მოდი ფიშინგზეც ვილაპარაკოთ. რა არის ფიშინგი და როგორ უნდა ავიცილოთ ის თავიდან? საკმაოდ გავრცელებული არის ეს ყველაფერი ფიშინგი ყველაზე გავრცელებული შეტევის მეთოდი არის, გზა არის. ხო, მოგეთ იმისი მავნე კოდის დაწერა პრობლემას არ წარმოადგენს, მით უმეტეს ხელოვნური ინტელექტის სამყარო იმაში ეპოქაში ვართ და ესე დამწყე პროგრამისტებსაც შეუძლიათ მავნე კოდებიც ისეთი, რომელიც რაღაცას აფუჭებს ამის დაწერა. ამის დისტრიბუცია მთავარი, ან როგორ უნდა მოხდეს ის სხვის კომპიუტერში. აი ამისთვის იყენებენ ზუსტად სოციალურ ინჟინერიას და ფიშინგს კონკრეტულად. ფიშინგი არის ესე იგი ადამიანის მოტყუებით ან ნდობით ინფორმაციის პირდაპირ რომ გადავთვალოთ, თემსაც ატყუებ, მოდი ჩემთან და მე დიახ, აი ესე სატყუარას გადმოვაგდებენ და ჩვენ წამოვაგებით თუ არა მასზე. აქ უბრალოდ დაკვირვება არის საჭირო. გამოგზავნი ვინ არის უნდა ვიცოდეთ თუ არ ვიცნობთ და საეჭვოა, ნუ მით უმეტეს ლინკს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავაკლიკოთ და არ უნდა შევიდეთ. ყველაზე ცნობილი თანამდებობა. დიახ, აი მიმაგრებული ფაილი არ უნდა გავხსნათ. თუ არ ვიცით ვისგან არის ეს ესა. ხშირია ხოლმე ვთქვით ბანკების ან რამე დიდი ორგანიზაციების სახელით მოდის ხოლმე მეილები ან მესენჯები. ხო, ზუსტად იგივე გვერდზე გადაგიყვანს, რა გვერდიც მაგალითად აქ რომელიმე ასლები არის ხოლმე როგორც წესი. ან ერთი ასო არის ხოლმე შეცვლილი და ანუ მისამართი ზუსტად არის შემთხვევა, როცა მისამართსაც აყალბებენ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათი შემთხვევა არის. ძირითადად არის ის, რომ ხო, ან მისამართის ველში რაღაცა ერთი ასო განსხვავდება, ან სიმბოლო განსხვავდება. ლინკზე რომ გადაატარებ, იქ ლინკზე სხვა მისამართი წერია, რასაც ჩვენ ვხედავთ, მაგრამ იმის უკან მაუსის გადატარებით გამოჩნდება ხოლმე ტექსტი რეალურად რა ლინკი არის და ის აბსოლუტურად განსხვავდება ხოლმე. ასევე შინაარსი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ რაღაცას ისეთ გადაუდებელს გთხოვენ, რომელიც ძალიან სასწრაფო არის, ამ შემთხვევაში ცოტა ეჭვი უნდა შევიტანოთ და ბანკი არასდროს არ მოგთხოვს ჩვენ პაროლს და პინ კოდს, ანუ არასდროს არ მოგთხოვს ყოველ შემთხვევაში ასე მესიჯით და მეილით. აი ეს უბრალოდ ესეთი რაღაცების ცოდნა არის საჭირო. კი ბატონო, მთავარი რეკომენდაციები ძალიან მოკლედ რო გითხრათ, რა არის თქვენი ის, რაც შეიძლება რომ მშობლებს ვუთხრათ აქედან? მშობლებზე გავმეორდები და მოკლედ პირველი ბავშვთან ისეთი ურთიერთობა რომ ანუ ღია ურთიერთობა გქონდეთ და დამალვა ბავშვმა არ დამალვოს. მეორე ტექნიკური საშუალებები, როგორიც არის იგივე screen time მაგალითად ესეთი სოფტვერი არსებობს, რომელიც აკონტროლებს დროს, კონტენტს, რას ნახულობს. და თვითონ ის ოპერაციული სისტემა, ტელეფონია თუ ანუ რამოწყობლებითაც შედის, ის იყოს დაცული, იგივე ანტივირუსით, განახლებული პროგრამებით და ასე შემდეგ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და საჭირო ინფორმაციის გაზიარებისთვის. მადლობა ძალიან დიდი. იმედია რომ დავიცავთ თავს ისე როგორც საჭირო ამ ფიშინგისგან და ინტერნეტ თაღლითობისგან.